მოგესალმებით, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? მე დღეს თქვენთვის მინდა გავაკეთო გაშლა და ეს გაშლა იქნება ჩემი ერთ-ერთი ერთგული მაყურებლის თხოვნით. ეს გაშლა ეხება როგორც მივხვდი ყოფილ პარტნიორს და როგორ გრძნობს ეს ადამიანი თავს ახლა იქ, სადაც იმყოფება. როგორც ხვდები, ეს იყო სამკუთხედი და ნახოთ, როგორ გრძნობს ეს ადამიანი ახლა თავს იქ, სადაც იმყოფება. ნახოთ. მე კი შეგახსენებთ, რომ ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწეროთ, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეოები და მე ველი თქვენს უკავშირს შემდეგი გაშლები, რაზე გსურთ, რომ გავაკეთო. მოდი ვნახოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი პირველ რიგში. კვერთხების მეფე. საკმაოდ ქარიზმატული, ამბიციური, ამავე დროს პროფესიონალი, თავისი საქმის კარგად მცოდნე, საკმაოდ ბევრი რამ აქვს ამ ადამიანს გავლილი, მიზანდასახული და ქარიზმატული ბატონი გვეწვია აქ. ქალების გულთან მპყრობელი მამაკაცი, რომელსაც შეუძლია მოხიბლოს ირგვლივ მყოფი ქალთა საზოგადოება. ნახოთ. როგორი იყო თქვენი ურთიერთობა? თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. ურთიერთობა იყო თქვენ შორის ფარული და აქ მამაკაცმა მიიღო გადაწყვეტილება, ალბათ მამაკაცმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს. შეიძლება თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, მაგრამ უფრო მამაკაცმა, რომ დასრულებულიყო ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობის დასრულება მოხდა ქალის ჩარევით. საკმაოდ ძლიერი მეტოქე ყავთ, გეტყვით იმ მხრივ, რომ ამ ქალმა თავისი სიძლიერით ეს მამაკაცი ისევ მიიწება და მიიზიდა თავისკენ. ნახოთ, როგორ გრძნობს ეს მამაკაცი ამ კონკრეტულ ქალბატონთან ეხლა თავს, სადაც იმყოფება. მეგობრებო, ამ მამაკაცს აქვს ძალიან დიდი ტრანსფორმაციული პერიოდი, სადაც ახლა არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მამაკაცი ტრანსლირებს, რომ კარგად არის და იძახის, რომ კარგად არის, რეალურად ასე არ არის. და გეტყვით რატომ. აქ თქვენ ამოხვედით ფარულ პარტნიორად, როცა თქვენ ურთიერთობა გქონდათ, თქვენ აქ იყავით მისთვის ფარული ქალბატონი და ამ მამაკაცს არ დავიწყებია თქვენისა თუ მგრძნობიარე ბუნება და კვლავ ახსოვს, სადაც არ უნდა იყოს, მას ახსოვხართ. მართალია ის არის ახლა სხვაგან და აღიარებს იმ ქალის გამარჯვებას, სადაც ახლა არის ის, მაგრამ
გულის კუნჭულში მას აქვს თქვენი მონატრება. როგორ გრძნობს ეს ადამიანი იქ თავს, სადაც არის. ამ ადამიანისთვის ერთგვარად თითქოს დასრულდა მხიარული პერიოდი, ის ხალისი, ცხოვრების ხალისი და თითქოს ეს ადამიანი ახლა ძალებს იკრებს, საკმაოდ დაღლილია და ძალებს იკრებს, რომ გამოვიდეს აი იმ ემოციური მდგომარეობიდან, სადაც ახლა იმყოფება და ცოტა არ იყოს, როდესაც ახსენდებით, ეჭვიანობს თქვენზე. რატომ მიიღო მაშინ ეს გადაწყვეტილება ამ ადამიანმა თქვენგან წასვლის? რა იყო მიზეზი? მეგობრებო, თქვენს შორის ალბათ იყო სიშორე და რას გულისხმობ? მიუხედავად იმისა, რომ მენტალურად მიჯაჭვულები იყავით ერთმანეთს, თქვენ ალბათ შეხვედრები გქონდათ პერიოდული და არ შეძლო ამ ადამიანს სწორედ ოჯახის გამო. მე შეიძლება ეს მეუღლეც არ არის მისი და შეიძლება დედა და მამა ან ოჯახი არის და აი სწორედ ოჯახის გამო ოჯახს ვერ აღუდგა წინ და სწორედ აი ეს არის მიზეზი იმის, რომ თქვენ არ ხართ ერთად. რეალურად ეს ადამიანი ხვდება, აცნობიერებს იმას, რომ ზედმეტად მოექცა თავისი ოჯახის გავლენის ქვეშ, მაგრამ ეს ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს გარე ფაქტორებს. თითქოს მსხვერპლის პოზიციაშია ეს ადამიანი ახლა. თუმცა მე არ ვამართლებ მის საქციელს. თუ ადამიანს უყარხართ, მას უნდა შეეძლოს თავისი პოზიციის და თქვენი დაცვაც, მაგრამ რეალურად ეს ადამიანი თავის თავს მიიჩნევს მსხვერპლად ეხლა, სადაც არის ეს ადამიანი და რაღაც მომენტში თითქოს არ შეუძლია აი ამ მსხვერპლის პოზიციიდან გამოსვლა. როგორ გრძნობს კიდევ ეს ადამიანი თავს იქ, სადაც არის, როგორ გრძნობს და აი ასე მეგობრებო, საკმაოდ დეპრესიულად ნანობს აი თავის საქციელს. შეიძლება ერთგვარად სასმელსაც ეძალება, როდესაც თქვენი მონატრება შემოუტევს და არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანი მხოლოდ ფიზიკურად კი არა, ემოციურადაც ძალიან ცუდად იყოს, აქ შეიძლება დამოკიდებული გახდა ეს ადამიანი სასმელზე და საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა ეს ადამიანი ამას გარშემომყოფებთან არ აღიარებს. იმედია თქვენი სურვილი და ცნობის მოყვარეობა დავაკმაყოფილე. მიხვდებით ალბათ, ვისაც ეკუთვნის ეს გაშლა. მე დროებით გემშვიდობებით. მადლობა შეხვედრამდე.